მოგესალმებით, მე ვარ დახმარება ატლას ადმინისტრატორი და ამიტომ კონკრეტულად გასწავლით task manager-ის გამოყენებას. ზოგჯერ არის რომ კომპიუტერი სწრაფად მუშაობს, ზოგჯერ კი ნელა. ეს აქედან შეგვიძლია ნელა მუშაობა ჩვენ გამოვაწევოთ task manager-ით. დავიწყოთ. ჩამოდივართ დაბლა სტარტის ხაზზე, დავაწევით მეორე პლანკას და dispatcher-ის ზადაჩი. აქ არის პრილოჟენია პირველ განყოფილებაში ჩვენი პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს. გაცხსნა გაშვებული თუ აქ აწერი არ აბოლტაეთ, ესე იგი მუშაობს ის და კარგ მომარეობაშია თუ აწერია ვერ აბოლტაეთ, ესე იგი არ მუშაობს და თქვენ კომპიუტერი ეს პროგრამა თქვენ კომპიუტერი ზუსტად ამ პროგრამად გაჭირდა. გადავდოთ მეორე განყოფილებაში პროცესი. აქ არის ის პროცესები, რაც აი ახლა ამ წამს მიმდინარეობს კომპიუტერში და რაც არის ჩართული. აქ ჩვენ შეგვიძლია თითქმის ყველა პროცესი გამოვართოთ გარდა ერთისა. ეს არის გაჩვენებს ხოლმე. ეს არის ეს პროგრამა Explorer. თუ ამ პროგრამას ჩვენ გამოვართავთ, კომპიუტერი დესკტოპს ერთად გაქრება და კომპიუტერი გადაიგებს. ამიტომ გიჩვენებთ რომ ამ პროგრამას არ გამოვართავთ. თუ რამე პროგრამის გამოვართვა გინდათ, მაგალითად ნებისმიერ პროგრამას დააწევით და შემდეგ გავაშლით პროცესი. ეს პროგრამა გამოვარდება. შემდეგ პანჯარაში უკვე არის კომპიუტერი რამდენი ბიტიანია, ეს არის ბიტების რაოდენობა. თუ აქ ერთი მთლიანია და შუაში ხაზი არ აქვს, ის არის ერთი ბირთვიანი, თუ აქ ორი აქვს, მაგალითად არის ორი ბირთვიანი, მაგალითად მე აქვს ორი ბირთვიანი კომპიუტერი. თუ აქ 4-ია, ეს კი 4 ბირთვიანი და ასე შემდეგ. აქ არის კომპიუტერის გადატვირთვა, რამდენი მეგაბაიტით არის კომპიუტერი გადატვირთვა. შემდეგ არის ეს ინტერნეტის ქსელი. თუ ხაზი არ აბოლტად, ესე იგი მუშაობს, თუ არა არ აბოლტად, ესე იგი არ მუშაობს.